მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის მილისწყარო და მინდა გაჩვენოთ განახლებული მაგიდები და სკამები. მე აქ ვიდეო 2020 წლის 31 ოქტომბერს გადავიღე კუსტვის მთიდან სირბილით როგორ მოხვიდეთ აქ, სიარულითაც. ჩქარი სირბილით აქ მოსვლა დაგჭირდებათ, თუ არ გაჩერდებით არც ერთ ადგილზე თუ არ გაჩერდებით, დაგჭირდებათ 32 წუთი. მაგ ვიდეოს ჩავაგდებ კომენტარში. მაგ ვიდეოს ლინკს ჩავაგდებ კომენტარში. ზაფხულში აკეთებდნენ ამას, სანამ ქალაქიდან გავიდოდი. ჩამოვედი თბილისში უბრალოდ და ვნახე ასეთი გაკეთებული. არ ვიცი ვინ გააკეთა, მაგრამ კაი გაკეთებულია. აქ ეს სკამები არ იყო. წინა მილისწყაროს ვიდეოს ჩავაგდებ რა კომენტარში. კომენტარში ჩავაგდებ ლინკს. ეს იგივე მაგიდა არის, შეღებილი არის და ეს ზემოდან დაადეს. აქ გამოცვალეს, ახლები დაადეს. ეს სკამიც გამოცვლილია. გზა წყნეთიდანაც ამოდის, მაგრამ წყნეთის გზა გაფუჭებული არის. 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს. ბაგებიდან ამოდის სამანქანო გზა, მაგრამ არ გირჩევნიათ ფეხით ამოხვიდეთ, ვარჯიში გამოგივათ. მე აქ სუსირბილით მოვდივარ. ვაკის პარკიდან ამოვდივარ სირბილით. ეს მართლა არ მომწონს რა, საერთოდ მე არ მომწონს ძროხას რო კლავენ, ცხვარს, თხას, არ მიყვარს ეგეთი რაღაცები, ქათამსაც რო კლავენ. დაუტოვებიათ მარილი და ტყემალი. აქ ოქროყანიდანაც არის სამანქანო გზა და წავკისიდანაც, მაგრამ ჯობია რომ ფეხით მოხვიდეთ. ვინმე რო დარბოდეს ან დადიოდეს სუფთა ჰაერზე, აქ თქვენ მანქანით ჰაერს გაუფუჭებთ, მანქანის გამონაბოლქვით. აქედანაც ვნახოთ. აქაც გამოცვლილი არის. და ამაზეც ეს გადახურული არის. ზემოდან აქ დადებული ხე. ესეც გადახურულია ზემოდან. მაგ ვიდეოს მე დავდებ, ჩავაგდებ კომენტარში. მაგ ვიდეოს ლინკს მე ჩავაგდებ კომენტარში და ნახავთ.
აქ როგორ მოხვიდეთ? არა, ეხლა ფეხითაც მოხვალთ, არ არის. თლად ძალიან შორი, მაგრამ სირბილით 32 წუთი მოუნდებით, თუ ძალიან სწრაფად გამოირბენთ. ამ ქვებზეც წაუსვიათ რაღაცა, შეუღებიათ. ეს კაი წყაროა. კრანის წყალს ჯობია. კრანის წყალი არის ქლორიანი და მაგიტო არ მიყვარს. ონკანის წყლის დალევა, ეს წყაროსი არის.